მოგესალმებით. Საქსტატის ეროვნული სამსახურის დღევანდელი მონაცემებით აპრილის წლიური ინფლაცია 5.9%-ია, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმი მაჩვენებელია. 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ფასების შემცირება დაანონსა, ამისათვის სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები შექმნა, სუსმა და შესაძლოა გამოძიებები დაიწყო, უკვე თამამად შეგვიძლია ყველაფერი ამის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება ფასების ზრდასთან დამარცხდა. საქსტატის მონაცემებით საქართველოში სასურსათო პროდუქცია მკვეთრად გაძვირდა, კერძოდ შემდეგი რიცხვები გვაქვს. თევზეული გაძვირებულია 21.3%-ით, ხილი გაძვირებულია 11.8%-ით, ხორცი და ხორცპროდუქტები გაძვირებულია 10%-ით. ბოსტნეული 9.3%-ით, პური და პურპროდუქტები 7.7%, შაქარი და სხვა ტკბილეული 7.3%, რძე, ყველი და კვერცხი 4.5%. გაიზარდა კომუნალური გადასახადებით, მოგეხსენებათ, რომ 1 აპრილიდან ძალაში შევიდა ელექტროენერგიის ახალი ტარიფი, რომელიც გაზრდილია 30%-ით წინა პერიოდთან შედარებით. ფასების ზრდასთან ერთად ქართული ოცნება ჯარიმებსა და საჯარო სერვისების ფასებსაც ზრდის, რაც არავითარ კავშირში არ არის არავითარ ნედლეულის გაძვირებასთან და გლობალურ ცვლილებებთან. კონკრეტულად ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქეებს გაუძვირა ცხოვრება თან კატასტროფულად. სულ რამოდენიმე მონაცემი 50-დან 100-ლარამდე გაიზარდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. 50-დან 75 ლარამდე გაიზარდა ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში, ქვეყანაში, სადაც დემოგრაფიული კრიზისია. 100-დან 150 ლარამდე გაიზარდა პასპორტის აღება. 30-დან 60 ლარამდე გაიზარდა პირადობის აღება, 55-დან 150 ლარამდე გაიზარდა ქონების რეგისტრაცია და 70-დან 200 ლარამდე გაიზარდა ავტომობილების რეგისტრაცია. თითქოს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ერთ მანქანას ან ერთ ბინას თუ ფლობ, ქართული ოცნებისთვის უკვე მილიონერი ხარ. საქართველო არის ფასების ზრდის მწვავე კრიზისში. რაც ქართულმა ოცნებამ თავად აღიარა 5 თვის წინ, რამდენიც არ უნდა შეეცადოს ახლა ამ ყველაფრის გადაფარვას, ეს ყველაფერი ტყუილია და კრიზისი გრძელდება. არსებობს დროებითი გამოსავალი, არსებობს დროებითი მოქმედებები, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოს სახელმწიფომ გარდა პოლიტიკური მასკარადებისა და ცრუ კომისიებისა. ეს არის პირველ რიგში საწვავზე აქციზის დროებით გაუქმება, იმისაც რომ საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს არ დაეწყოს საწვავის ფასის კატასტროფული ზრდა. აგრეთვე სასურსათო კალათაზე DGG-ს დაწევა ისეთ ნიშნულზე, როგორი ნიშნულიც არის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და სხვები. სასურსათო პროდუქტებზე მხოლოდ DGG-ს დროებით შემცირება. ეს იმოქმედებს დროებითად და საქართველოს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს ცხოვრებას. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ გრძელვადიანად ამ პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს გარდა მილიარდობით დოლარის პირდაპირი ინვესტიციისა უცხოეთიდან ამ ქვეყანაში ფული უნდა ჩაისხას. ამ ფულის გარეშე შეუძლებელია, რომ გრძელვადიანად ხელფასები დაეწიონ ფასებს და სახელფასო ჩამორჩენა არ იყოს ეკონომიკურ განვითარებასთან. ის რაც დღეს სახეზე არის. ფასები იზრდება, სახელფასო სტაგნაცია გვაქვს და ადამიანებს ეზრდებათ და ეზრდებათ თუნდაც სასურსათო რესურსების წვლილი მათ ყოველთვიურ შემოსავალში. ამიტომ მოკლევადიანად აქციზის გაუქმება საწვავისთვის, შემცირება სასურსათო პროდუქტებისთვის, DGG-ს გადასახადის და გრძელვადიანად ამას უშველის ინვესტიციები. ინვესტიციები კი რუსული რეჟიმის პირობებში ამ ქვეყანაში არ შემოდის, ამას ამბობს იგივე ოფიციალური სტატისტიკა, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მადლობა.